ჩვენ გვინახავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქმედებები საქართველოს მოქალაქეებზე, უკანონო ქმედებები საქართველოს მოქალაქეებზე, როგორც ცემენ, აწამებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს. ჩვენ გვინახავს სპეცრაზმი, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა ლევან ხაბეიშვილი, გახსოვთ ხო ეს ამბავი? გუკა როგავას დაზიანების ამბავი ღმერთმა რო გადაარჩინა, ალბათ ეს ამბავიც გახსოვთ. იმ ახალგაზრდა ადამიანს თავში რო ურტყამდნენ წაქცეულს და ესეც ღმერთმა გადაარჩინა, ალბათ ესე ძალიან კარგად გახსოვთ. ამიტომაც ჩემი განცხადების ძირითადი არსი არის შემდეგი და მე გავიმეორებ ამას, რომ თუ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რეალურად კრიმინალურ ბანდას ივანიშვილის, რომელიც გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც საქართველოს მოქალაქეებში, რომელიც გამორჩეულია სისასტიკით საქართველოს მოქალაქეებზე და 500-მდე საქართველოს მოქალაქე სასტიკად დაარბია და სასიკვდილოდ გაიმეტა. არც ერთი სპეცრაზმელი დღეს არ არის დასჯილი. და თუ მათ გადაუცდებათ ხელი, რომ შვიდობიანად გამოსულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც 4 ოქტომბერს აპირებენ შვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით და ოჯახის წევრებით, მაშინ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და სპეცრაზმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას იმისი, რომ ერთი საქართველოს მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმა. ეს არის ძირითადი არსი ჩემი განცხადების, მე გავიმეორებ, რომ 4000 GDD-ს თანამშრომელი, რომელსაც არანაირი мотиваცია არ აქვს, საერთოდ განსაკუთრებით ეხლა იმ რღვევის შემდეგ, რაც ქართულ ოცნებაში ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს, ვერ მოერევა თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს საქართველოს მოქალაქეებზე, ათასობით საქართველოს მოქალაქეს. გასაგებია. მივხვდით. შვიდობიანი იყო აქცია, კიდევ ერთი წუთით. შვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, რუსული კანონის დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ცემეს. ლევან ხაბეიშვილი რო გაიტაცეს და სასტიკად ცემეს, შვიდობიანად იდგა და უკანონოდ დაკავებული, რო წიხლავდნენ ისეთი ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. დათო კაცარავა რო გაიტაცეს და ცემეს, ეს კადრები გააქვთ ნანახი? შვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გუკა როგავა რეპორტაჟ პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ტელევიზიას და მშვიდობიანად იდგა, როდესაც თქვენი თუ GDD-ს სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ამიტომ, როდესაც ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან და ხელისუფლებას სხვა არაფერი არ დარჩენია და ყველა აქციებით ეს გვანახა, რომ შვიდობიან საქართველოს მოქალაქეებს არბევს, აი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ძალიან კარგად გაიგონეს, რომ თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოიქცნენ, როგორც ყველა აქციის დროს, როგორც რეჟიმი იქცეოდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი. გიპასუხებთ. ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საპროტესტო აქციები თქვენ ამბობთ, რომ შვიდობიანი იყო, კადრები არ გინახავთ, ფეიერვერკებს როგორ ისროდნენ, მათ შორის ეს თემა ამოწესრიგეთ. ერთი წუთით დავასრულებ კიდევ ერთხელ. ერთადერთი ამ ქვეყანაში თუ ვინმე ძალადობს 13 წლის განმავლობაში, ეს არის რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს მოქალაქეებში, ამიტომ საქართველოს მოქალაქეების შვიდობიანი პროტესტი ჩახშობა გონია რომ შეუძლია ასეთი ძალადობით 500-მდე ადამიანი თქვენ გახსოვთ საქართველოს ისტორიაში ნაწამები კაბინები რომ მოუწყვეს რას აკეთებდა მე გეკითხებით ახლა თქვენ გუკა როგავას რო ჩაარტყეს და სასიკვდილოდ რო გაიმეტეს რას აკეთებდა გუკა როგავა გააქვთ ეს კადრები გეკითხებით მიპასუხეთ არა მიპასუხეთ კი ნამდვილად იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ და საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ და ეხლა თქვენ ვერ პასუხობთ და როდესაც ესეთი კითხვით მომხალთ მოემზადეთ ხოლმე თქვენი კოლეგა გურამ როგავა რას აშავებდა არა დამასრულებიეთ რას აშავებდა იდგა თუ არა ერთი ადამიანი მაინც
დროს აქციები იყო მშვიდობიანი, გამოვიდნენ სპეცრაზმელები, მაშინ როდესაც აქციები იყო მშვიდობიანი, ამას ამბობთ. ნახეთ, დავასრულებთ, თქვენ უბრალოდ არ გინდათ რომ გაიგოთ. კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ მაშინაც მშვიდობიანად, როდესაც სპეცრაზმა მათი დარბევა დაიწყო. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, რა საშავებდა გუკა როგავა, თქვენი კოლეგა, როდესაც ის სასიკვდილოდ გაიმეტეს და დაისაჯა თუ არა ერთი სპეცრაზმელი მაინც? გააქვთ ამაზე პასუხი? არა გაქვთ. რა საშავებდა ლევან ხაბეიშვილი, როდესაც უმოწყალოდ სცემეს და გაიტაცეს? არის ერთი ადამიანი მაინც დაშავებული? რა საშავებდა კაცარავა? მაინტერესებს? რა საშავებდა შეგიძლიათ ამიხსნათ? როდესაც გაიტაცეს და სასიკვდილოდ სცემეს. რა საშავებდნენ ეს ადამიანები? მე მხოლოდ 3 გვარი ჩამოგითვალეთ. 3 ადამიანის გვარი. 500-მდე ადამიანი არის. ნაწამები, ნაცემი. აი ეს ახალგაზრდა ბიჭი, ქვევით რო ეგდო, ეს კადრები ხო გაქვთ ნანახი? თავში რო ჩაარტყა სპეცრაზმა და ღმერთმა რო გადაარჩინა. რა საშავებდა ეს ბიჭი? მშვიდობიანი მანიფესტანტი არისო? რა საშავებდა იმისას, რომ სასიკვდილოდ დააგდეს და წიხლებით შედგნენ. და როდესაც საუბრობთ ამაზე, მაშინ კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის მოძალადე, ეს არის რეჟიმი. და სწორედ ამიტომაც ვაფრთხილებთ რეჟიმს, რომ ნუ გაბედავს საქართველოს მოქალაქეების დარბევას, ერთი საქართველოს მოქალაქის დაჩაგვრას, აუცილებლად მოყვება ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ თავს და ამის კონსტიტუციური უფლება საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. მადლობა. ამოვწურე უკვე. ის არა, უკვე მე ძალიან ბევრჯერ. აკუნა, ერთი წუთით ბევრჯერ გიპასუხეთ უკვე. ერთი წუთით, ხო გიპასუხეთ. ერთი წუთი მე ვუპასუხებ თუ შეიძლება. მე შენი კითხვა არ მახსოვს. ერთი წუთი, აკუნა, დაანებ იყოს ილაპარაკო შვენიერია. ეგ იმას ნიშნავს, რომ გავიგე. კი, მესმის, მითხარით თქვენი პასუხი. კი, გიპასუხებთ მაგაზე. ეხლავე. ნახე ჩემო კარგო, თქვენი სახელი არ ვიცი, თქვენი სახელი არ ვიცი, მე ერთი წუთი თუ შეიძლება ერთი წუთი რა, ნახეთ, პირველი. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ პროპაგანდისტულ არხს წარმოადგენთ, მე მაინც მათ შორის ქოცების ამომრჩეველსა პატივს გავარდად პასუხობთ. არ არსებობს კითხვა, რომელსაც მე არ გიპასუხებთ, მაგრამ ასევე არ არსებობს პასუხი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ. იმიტომ რომ თქვენ მოსული ხართ კონკრეტული და მესმის ესეც კონკრეტული დავალებით, რომ კონკრეტული პასუხი მიიღოთ და ამ პასუხს ანაწითლიძესგან ვერასოდეს ვერ მიიღებთ. მე გიპასუხეთ, ის შეგიძლიათ გადაახვიოთ ეხლა და ნახოთ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ მასთან დაკავშირებით, რატო ეშინია სპეცრაზმს. ეს ეთყობათ ძალიან ბევრ რამეში, მით უმეტეს მე ასევე გავაჟღერე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თეიმურაზ კოპატაძეს და დაცვის პოლიციას კონკრეტული რაოდენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანას თხოვენ და ის რომ დღეს ერთმანეთს არენდობიან ქართულ ოცნებაში, ის რომ ერთმანეთს ხოცავენ, რა ვიცი, იჭერენ თვითმკვლელობამდე, მიყავთ ერთმანეთი თუ ესვრიან, იმიტომ რომ რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ რა ხდება, ის რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ლილუაშვილი გამზადებულიყავთ დასაჭერად და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ცხადია, რომ მოქმედებს მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზე. ის რომ დღეს ინფორმაციები გამოდის ძალოვანი სტრუქტურებიდან და ეს ინფორმაციები გვაქვს ჩვენ ოპოზიციის ლიდერებს და ამ ინფორმაციებს ვაჟღერებთ, ეს დღეს მოქმედი მათ შორის მაღალჩინოსნებიდან არის და მათ შორის იმ ძალოვნებიდან, რომლებიც დღესაც მოქმედებენ და მათ მუშაობენ. ეს რაზე მიუთითებს, ხო? ეს მიუთითებს ერთადერთ რაღაცაზე, მიუთითებს იმაზე, რომ ყველა სტრუქტურაში მათ აქვთ რღვევა. მით უმეტეს ახლა გეკას თუ ჯეკას იმედად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ის იყო თუნდაც ეს არ არის ის სპეცრაზმი, რომელიც იყო თუნდაც ხარებას დროს, ხო? ამ ჩვენი ინფორმაციების თანახმად მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ამ ყველაფერში მონაწილეობა, იმიტომ რომ მათ იციან ძალიან კარგად, რომ იქ სადაც ირაკლი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს მიადგნენ და იმათ ამზადებენ დასაჭერად და იქ სადაც რიჟვაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, თითოეული მათგანი შეიძლება იყოს შემდეგი. ამიტომ ჩვენ ეს კონკრეტული ინფორმაცია ეს უნდა დავასრულო აუცილებლად კოპატაძესთან დაკავშირებით, მას მოთხოვეს, რომ კონკრეტული რაოდენობა დაცვის პოლიციელების გამოიყვანა იმ დღეს, თუ მათ დასჭირდებოდათ, ეს ფაქტის მიუთითებს უკვე იმას, რომ მათ არა აქვთ იმ რაოდენობა
ადამიანების იმედი რა რაოდენობა წყავთ GDD-ში და ბატონ კუპატაძეს მოთხოვეს რომ თუ კონკრეტული რაოდენობა არ იქნება გამოყვანილი მაშინ მის წინააღმდეგ ამოქმედებენ ეგრეთ წოდებულ შანტაჟის ენას. ეხლა თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ და კითხოთ ბატონ კუპატაძეს რა არის ეს მე რა თქმა უნდა ამაზე ვფლობ ინფორმაციას მაგრამ დაველოდები ჯერ ბატონ კუპატაძეს ცხადია რომ მისგან დადასტურებას ამ ინფორმაციის არ ველით ნამდვილად მაგრამ ძალიან საინტერესოა რა კითხვა იქნება და რა აქვს ესეთი ჩადენილი გერმანიაში ყოფნისას რომ ეხლა ამით აშანტაჟებენ მაგრამ ყველა ეს ფაქტი თქო ამას გულისხმობ აი დაცვის პოლიციის მობილიზაცია რო ჭირდებათ მათთვის რო GDD-ს ფორმების გადაცმა ჭირდებათ და ასე შემდეგ ეს მიანიშნებს იმას რომ მათ შიგნით აქვთ პრობლემები ყველა სფეროში ყველა ნაწილში განსაკუთრებით ძალოვნების და რაც ყველაზე მთავარია რა ვიცი თავის სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა სულ რო უცხო პლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ათასობით საქართველოს მოქალაქეს რომელიც იდგება ქუჩაში ვერ შეძლებს ვერავინ დაუპირისპირდეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო მართალი ხალხის ძალა არის ის რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი დავასრულებ და როგორ რასაუბრები ამაზე დაყრდნობით ინფორმაციას ეხლა ისაუბრებს ნებულობენვას შემდეგ რასაუბრები დღეს ჩვენ ველოდებით ერთადერთ რაღაცას ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობას ისმენთ კუპრაძე იძლევა დაპირებას რომ მერობის შემთხვევაში რუსთაველზე ყოველ საღამოს გამართავს სანქცირებულ საპროტესტო აქციებს და ის რომ იცით რა მე ამასთან დაკავშირებით ერთადერთი კომენტარი მექნება იმის გათვალისწინებით ბოლნიში გუშინ ლელოს კანდიდატმა რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ მოიხსნა ისე რა ქვია თავი მე ვფიქრობ რომ 4 ოქტომბრამდე შეიძლება მარტო კუპრაძე დარჩეს კანდიდატად და ყველა მუნიციპალიტეტში მანი ბრძოლას გამოგლეჯისთვის მადლობა აი ზოგადად ამასთან დაკავშირებით ნუ მაცინებთ ხოლმე ხალხო და ილაკი ნახევარისადი ეს თემაზე რა თემაზე კუპრაძე გითხარი პასუხი ბოლოს განაჯდება ლოგიკაში ერთი მხრივ თქვენ გაქვთ ნაციონალურობას და სხვა პარტიას ეს ბოიკოტის გეკმა და მეორე მხრივ თვითონაც არჩევნები მონაწილეობენ არჩევნებში და ამ ციხაპირებენ რომ გაფიცვები მოაწყონ ანუ რამდენად მე კიდევ ერთხელ ვთქვი რომ ისეთ დღეში არიან ეხლა რაღაცა ლოგიკური ლელოს გადაწყვეტილებაში მოძებნა ნამდვილად გამიჭირდება ალბათ მათი ბოლოგზა მე ველი რომ 4 ოქტომბრამდე ის იქნება რომ მარტო კუპრაძე დარჩება კანდიდატად ყველა მუნიციპალიტეტის გამოსაგლეჯად მადლობა არ მყავს მეგობრებში და პოსტებში. და Facebook ტროლი გაიჭდება. 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ხმაურია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის ვინც კეთილსინდისიერება და განწყობილი საქართველოს მიმართ დაასრულონ დაპირისპირება და არ თანამშრომლობის მანკიერი წრეობას და ნუ მათ შორის ლაპარაკა ხო ჩვენ პირველ რიგში არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს რუსული სპეცოპერაცია და ეგრეთ წოდებული არჩევნები მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შესაძლებლობებით და მოუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს რომ არავინ არ მივიდეს ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბანზე 4 ოქტომბერს არავინ ყველას ველოდებით რუსთაველზე 4 ოქტომბერს ახლა ცხადია რომ ამ 4 ოქტომბრის ჯერთი ეს 4 ოქტომბერი 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებში თუ გაივლით ახლა ყველას ახსოვს ის რომ რუსთაველზე უნდა მოვიდეს 4 საათზე რეჟიმის მშვიდობიანი დამხობისთვის. ეს არჩევნები რო ქვეყანაში არ არსებობს, ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს, არაერთხელ განმარტეს და საქართველოს მოქალაქეებში თქვენ რო ეხლა გაიაროთ, ყოველი მეორე მაინც გეტყვით იმას, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები იმის გათვალისწინებით, რაც იკადრა ქართულმა ოცნებამ ბოლო არჩევნებზე. შესაბამისად, ცხადია რომ ეხლა ქართული ოცნებისთვის 4 ოქტომბრის არჩევნები ეს უნდა ყოფილიყო მაშველი რგოლი და თუ ოპოზიციას დაითანხმებდა იმაში, რომ ამ პროცესში შესულიყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ არაერთხელ გვიკეთებია ამაზე განცხადებები, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ აწყობს ქართულ ოცნებას და მხოლოდ აწყობს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც რაც არ უნდა წეროს ახლა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უდიდესი შესაძლებლობა დაასრულონ ეს რეჟიმი. აქვე დავაზუსტებ, როდესაც იგი ამბობს, რომ მის კეთილსინდისიერად არის ასე ვთქვათ განსაკუთრებული საქართველოს მიმართ შეუძლია დაასრულოს ახლა ეს დაპირისპირება და არ თანამშრომლობაო, აი ამ ნაწილს როგორ აფასებთ? თქვენ დავუხოთ იღებს თუ არა ნაციონალურობად უნდა რაც იგივე თავის თავზე ასე ვთქვათ, აი ამ მოწინააღმდეგობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ჩვენი ბრძოლის გზა, რასაც ვთვლით, რომ
არის სწორი და არის შეუცვლელი, თუ რეჟიმის ცვლილება გვინდა. თუ რეჟიმის დეკორაციად ყოფნა უნდა ვიღაცას. ეს არის ის გზა, რაც აირჩია ლელომ და გახარია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მტკიცედ დგას ართანამშრომლობის და ბოიკოტის რეჟიმში, მტკიცედ დგას იმაში, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ყველას ერთად გვაქვს უდიდესი შესაძლებლობა იმისი, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანი, მაგრამ რევოლუციური ცვლილებებით დავასრულოთ. ყველანაირად გამორიცხავთ იმას, რომ იგივე ოპოზიციასა და ქართულ შორის დაპირისპირება ართანამშრომლობა რაიმე ფორმით შეწყდება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რუსებთან და პუტინის მონებთან, რასაც წარმოადგენს შალვა პაპუაშვილი, უბრალოდ ერთ-ერთი ჭანჭიკია, რომ ჩვენ რამე თემაზე ვითანამშრომლოთ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც ყველაზე მყარი საფუძველი ჩაუყარა ამ ქვეყნის ევროპულ განვითარებას და ყველაზე წარმატებული სახელმწიფო შექმნა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. რუსებთან ჩვენ არ თანამშრომლობთ. და ამასთან დაკავშირებით ამ პოსტზე ჩაგიკითხებით, რომ წელი ნაწილი მიწვნილია წარსულს გასულ რომელი პოსტი? ბოლო პოსტი არის. პაპუაშვილის? არ ვიცი ეს პაპუაშვილის პოსტი და რა. ხო. რაც არ ვთქვა, ის ახალი არაფერი არ თქვა. ხო, ვით ახლა. ანუ ძველთან დაკავშირებით თავის მივხვდი. არჩევნების დროს, მათ შორის აქციების დროს, რომ დასავლელი პარტნიორები, ევროპარლამენტარები მონაწილეობას იღებდნენ აქციების დროს, მსვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას, ამის აკეთებდნენ ოპოზიციის მხარდაჭერ განცხადებებს და სწორედ ეხლა ახალი არჩევნები უნდა იყოსო, სწორი მიდგომების და შეცვლილების პირველი წლებში მათი ეს მოქმედებები თქვენ როგორ აქცევთ? ვისი? საერთაშორისო პარტნიორებს პირველი ის რომ ქართული ოცნება არიან რუსები და რუსის მონები. ყველაფერს თავი რო დავანებოთ, აი ამაზე მეტყოლებს ის ფაქტიც, როგორ ექცევიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელებს. როგორ ექცევიან იმ ადამიანებს, იმ სახელმწიფოებს, იმ ევროპელებს და იმ ამერიკელებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე უფრო შორეულ წარსულში რო არ გავიხედოთ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის გააკეთეს ყველაფერი. მე არაერთხელ მithქვამ და გავიმეორებ, როდესაც ყავს ოკუპანტი და როდესაც შენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და შენთვის ეს არის მეასეხარისხოვანი პრობლემა და როდესაც შენი ყოველდღიური რიტორიკა ამ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს რო იძახი საკუთარ თავს და ესე რო გჯერა, ჩვენთვის არაფერს არ წარმოადგენს ნამდვილად, მაგრამ მაინც ესე რო გჯერა, ეს მიუთითებს უკვე სად არიან, რაში არიან და საით უნდათ რომ ეს ქვეყანა წაიყვანონ. კიდევ ერთხელ ვიზახი, თუ ვინმე ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერეოდა. თუ ვინმეს უნდა რომ საქართველო არ იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. თუ ვინმეს აქვს ოკუპირებული ამ ქვეყნის 20%. თუ ვინმე ამოგხოცა, გვაწამა შვილები, დედები მოგვიკლა და ტერიტორიები დაგვაკარგინა. ეს არის რუსეთი და ეს არის რუსეთის ფედერაცია. ამიტომაც ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით არის ცხადი. 13 წლის განმავლობაში მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო იზოლაციაში. ეხლა კიდევ ერთხელ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. არსებობს რუსული სპეცოპერაცია და რეალური ცვლილებები არსებობს 4 ოქტომბერს 4 საათზე მშვიდობიანი დამხობით. რას ნიშნავს ის ევროპარლამენტარის განცხადებები, მოქმედებები, აქციებში მონაწილეობა, აი რას ნიშნავს ეს? ვინ ევროპარლამენტარები კონკრეტულად მითხარით და რომელ აქციებში მონაწილეობა? ეს ადამიანი და აგერ გეუბნებით, ეს გიპასუხეთ მაგაზე. აი ის რომ, აი ნახეთ, ზუსტად ისე როგორც გიპასუხეთ, ის რომ ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარის, რომელიც თავს პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, ხო? ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის მთელი რიტორიკა მხოლოდ იმაზე დგას, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ამერიკელი და ევროპელები ლანძღოს თქოს გიპასუხეთ ზუსტად მაშინ, როდესაც ამ ადამიანების 20 და 33 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობიდან დღემდე ამ ქვეყნის თავისუფლებას ეხმარებოდნენ და ასე შემდეგ. სხვათა შორის მინდა გაგახსენოთ, რომ 2012 წელს ამ ევროპარლამენტარების და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო და მათი მხარდაჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა. ნახეთ, უფრო სწორედ საუბრობდა იმას, რომ მნიშვნელოვანი იყო ცვლილებები და აბა კითხეთ, მაშინაც თუ ზუსტად ეგეთი წარმოდგენა ჰქონდათ, როდესაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებას უჭერდნენ მხარს. არა. მაშინ ხო არ ჰქონდათ ეს რიტორიკა? მაშინ ხო არც ერთ მათგან არ თვლიდნენ
მტრად და 2012-ის აქეთაც რომ მოყვეთ, აგერ 2019-მდე და 2020-მდეც. ხო, სანამ თავიანთ რუსულ სახეს ბოლომდე გამოაჩენდა. და ეს გიპასუხეთ სწორედ რომ პარლამენტის თავმჯდომარე რო თავი გონიათქო და მისი რიტორიკა რომ გამუდმებული და ყოველდღიური არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ლანძღვა, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ეხმარებიან და როდესაც რუსეთი ყავს ოკუპანტი, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და მას არ ახსენებ და მასთან არ აქვს ესეთი პრობლემა, ეს მიუთითებს უკვე საით მიდის და რაკურსი აქვს განსაზღვრული ქართულ ოცნებას. ერთ კითხვას დავსვა ბოდიში რა. საბოტაჟის საქმეზე გეცედინებათ, რომ არის სამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დaqადაღებული და სტრასბურგის მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომ ეს საჩივარი განეხილათ. თუმცა ჩვენი ინფორმაციით სტრასბურგმა ეს საჩივარი განსახილველად არ მიიღო. როგორ ახსნით ამას სტრასბურგის გადაწყვეტილებას და რამდენად მოსალოდნელი იყო რომ ამ საჩივარს არ ვიცი მე ამასთან დაკავშირებით მე ერთადერთი შემიძლია მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ეს თვითონ უნდა შეაფასონ და თვითონ უნდა გააკეთონ კომენტარი რა სარჩელზე არის საუბარი ეს ინფორმაციას თქვენგან გავიგე ახლა ერთადერთი მე რაც შემიძლია შევაფასო არის ის რომ ის რაც არასამთავრობოებთან მიმართებაში ხდება და რასაც აკეთებს რუსული რეჟიმი არის ზუსტად იდენტური იმისი რასაც აკეთებდა რუსეთი პუტინი რუსეთში და რასაც აკეთებდა ლუკაშენკო ბელორუსში არასამთავრობო ორგანიზაციების დევნას ახლა რომელი პირბადების ყიდვაზე და რომელი იმის ყიდვაზეა საუბარი, როდესაც აგერ აღმოაჩინეთ, რომ ერთმა ადამიანმა თურმე 625 მილიონი და 35 მილიონი ევრო და მე 625 მილიონი დოლარი ისე გაათეთრა, რომ თელს ასე რა ქვია, სახელმწიფო ორგანოებს ეძინათ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც ის რაც ხდება არასამთავრობოებთან მიმართებაში, ამას აკეთებს მხოლოდ ერთადერთი რამის გამო, რომ ჩაახშოს ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი, ჩაახშოს და მოკლას ნებისმიერი დემოკრატიული სივრცე. ვისთან? მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ანუ სერიოზულად მიხეილ ყაველაშვილის რაღაც გაეროში ვიზიტის განხილვა შეუძლებელი ამბავია. მე იმედი მაქვს, რომ იგივე რიტორიკით არ იქნება, რა რიტორიკითაც საქართველოს პარლამენტში გამოირჩეოდა ბატონი ყაველაშვილი. არანაირი მოლოდინი საერთოდ ყაველაშვილის ვიზიტს არ შეიძლება კონდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან კაფიოდ და ცხადად ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს ურთიერთობები ვერ დალაგდება სანამ ამ ქვეყანას მართავს რეჟიმი რომელიც კლავს დემოკრატიას სანამ ამ ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრები სანამ ამ ქვეყანას ყავს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რომელიც ამ ქვეყანაში მათ შორის ცდილობს გააძლიეროს ჩინური და ირანული გავლენები ეს ქართული ოცნების გავიგე კითხვის არსი ქართული ოცნების პროპაგანდისტული კითხვა არის მათ შორის და რაღაც მიმაუნდათ იმაზე თვითონ რასაც ურშებიან აქ დიპლომატიურ წარმომადგენლებს გავიგე მათი мотиваცია და მათი წუხილები ამასთან დაკავშირებით თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ძალიან ცხადად გავიმეორო რომ საქართველოში თავდასხმები მათ შორის ჩვენს იმ ადამიანებზე ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე გულისხმობ ანუ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმას, რომ ქართული ოცნებას საერთოდ არ აინტერესებს არც ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და არ აინტერესებს არც ამ ქვეყნის მშვიდობა და არც სტაბილურობა. მაშინ, როდესაც შენი მთავარი მტერი არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს 20% ტერიტორიების, შენ მტრად არ უნდა არცხადებდე გერმანიის ელჩს, ან საფრანგეთის ელჩს, ან ამერიკის ელჩს. და ასე შემდეგ, რომლებიც შენ როგორც ქვეყანას გეხმარებიან იმისთვის, რომ იყო თავისუფალი და მოუკიდებელი, ეკონომიურად განვითარებული და შენმა მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ თავისუფლად და ბედნიერად. ამ შემთხვევაში საფრანგეთში თუ კრიტიკა შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არის ელჩის მხრიდან საქართველოს კონტექსტით როგორ ახასიათებთ? არასწორად აკავშირებთ და მაგიტომ გიზახით, რომ არის ეგ პროპაგანდისტული კითხვათო. საფრანგეთში, ნახე, იმიტომ რომ საქართველოს მართავს რეჟიმი, ძალიან დიდი. იმიტომ რომ საქართველოს მართავს რუსული რეჟიმი. და საფრანგეთი დემოკრატიული ქვეყანა არის. ამიტომაც ამის ერთმანეთთან დაკავშირება არის ის, რაც გონია ქართულ ოცნებას, რითაც გონია ქართულ ოცნებას, რომ თავს გადაირჩენს, როდესაც ჩვენს დიპლომატებს ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულებს უმოწყალოდ ლანძღებს და თათხავს. ერთსაც ვიკითხავ, უბრალოდ განაცხადა, ზოგადად ბიუროში აცხადებენ იმას, რომ დიდ არჩევნებზე საღამოს აქციაზე
თქვენი შეფასება როგორ იქნება საზოგადოების მხრიდან რა რეაქცია მოყვება ამ ყველაფერს მიუშვებს თუ არა საზოგადოებას თუნდაც ლელოს აქციაზე იხილეთ ჩემი წინა კომენტარი კუპრაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მე საზოგადოების სახელით ვერ ვილაპარაკებ, ნახე, მე ვერ ვილაპარაკებ საზოგადოების სახელით, ახლა ამის უფლება მე არ მაქვს ნამდვილად რომ ყველა სახელით მე ვილაპარაკო, მე თვლი და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის კაფიო და ცხადი, ლელოს გზა, რომელიც მან აირჩია ბიძინა ივანიშვილის პირის მოსაბანად, ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში რეალურად რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, ეს არის ღალატი ამ ბრძოლის, რასაც საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა ქვია თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. სექტემბრის აქციაზე, ხო? ნუ აქცია იგეგმება, ეს არის სოხუმის ოკუპაციის დღე და ცხადია, რომ ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით მაგ აქციაზე. ხო. აბა რაზე მითხარით? მეგობარებთან დაკავშირებით. რა? ამაზე ქონდა ჩვენები ხო იყვნენ დელეგაციით ამერიკის შეერთებულ შტატებში და განმარტებებიც გააკეთეს, ხო? ამასთან დაკავშირებით, რომ ამ მეგობარი აქტის მიღება ყოველ შემთხვევაში ისე არ არის, როგორც ბოდიში ერთი წუთი, როგორც ამას ქართული ოცნება ცდილობს წარმოაჩინოს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ჩვენი დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სწორედ ეს,